ამ ქვეყნად ყველაფერს ერთმანეთის მიმართ გააჩნია მტრობა ან კეთილგანწყობა და ასევე ყველა საგანს აქვს რაღაც რისიც მას ეშინია, ანუ მისთვის მტრული და დამანგრეველია. ასევე პირიქით არსებობს მისთვის რაღაც, რაც მას უხალია, აღამფრთოვანებს და მისი მეშვეობით ძლიერდება. ელემენტებში ცეცხლი არის წყლის მტერი, ხოლო ჰაერი მიწის, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მაინც თანხმდებიან ერთმანეთთან და ისევ ციურ სხეულებში მერკური, იუპიტერი, მზე და მთვარე სატურნის მეგობრები არიან. მარსი და ვენერა სატურნის მტერია. მარსის გარდა ყველა პლანეტა იუპიტერის მეგობარია და ასევე ვენერას გარდა ყველას ზულს მარსი. იუპიტერს და ვენერას უყვართ მზე, მარსი, მერკური, მთვარე მათი მტერია. სატურნის გარდა ყველას უყვარს ვენერა. იუპიტერი, ვენერა და სატურნი მერკურის მეგობრები არიან, მზე, მთვარე და მარსი მისი მტერია. იუპიტერი, ვენერა და სატურნი მთვარის მეგობარია. მარსი და მერკური მტერი. ვარსკვლავებს შორის არსებობს სხვა სახის მტრობაც, როდესაც მათ მოპირდაპირე სახლები გააჩნიათ. ამიტომ მეგობრობისა და მტრობის განწყობები სხვა არაფერია, გარდა ერთი საგნის მეორე საგნისადმი მიდრეკილებისა. ასევე პირიქით, არსებობს ქმნილებათა და საგანთა მტრული მიდრეკილებები და ისინი ვლინდებიან როგორც ბრაზი, აღშფოთებოდა ბუნებაში არსებული გარკვეული სახის წინააღმდეგობა. როდესაც ნებისმიერი რამ გაურბის თავის საპირისპიროს და განდევნის საკუთარი არსებისგან. ლომს ისე არაფრის ეშინია, როგორც ცეცხლმოკიდებული ჩირაღნის და ისე არაფრით თვინიერდება, როგორც ჩირაღნის მეშვეობით. საგანთა თვისებების უდიდესი ნაწილი სახეობით და მრავალფეროვნებას მიჰყვება. თუმცა ზოგიერთი რამ მასში ინდივიდუალურად არსებობს. ისევე როგორც არსებობენ ადამიანები, რომელთაც საშინლად ეზიზღებათ კატები. ასე დროს მათში კატების მიმართ შიში აშკარად არ არსებობს, არამედ ზიზღი, რომელსაც მათი დანახვისთანავე გრძნობენ. ანუ არსებობს უამრავი თვისება, რომელთაც ციური სხეულები ცალკეულ საგნებში ათავსებენ. როგორ იმყოფებიან ბუნებრივი თვისებები ზოგიერთ საგანში მთელი არსებით, ზოგში კი გარკვეულწილად და მცირე პორციით. ამაზე აგრიპა ამ ნაკრების მე-20 თავში გვიამბობს. გარკვეული თვისებები საგნებში ან მთლიანად იმყოფებიან, ან მხოლოდ მცირე მოცემულობით. მაგალითად, ეხენესის თევზი გემს მხოლოდ კბილების მეშვეობით კი არ აჩერებს, არამედ მთელი თავისი არსებით. ყვითელი გვირილა მთლიანად კარგია მხედველობისთვის და არა მისი ცალკეული ნაწილები, როგორც ფოთლები და ფესვები, მაგრამ ზოგი თვისება საგანში გარკვეული ხარისხით ვლინდება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.